მოგიყურებთ ანალიტიკას, მე ამ გადაცემის ავტორი ელენე კვანჭილაშვილი ვარ და დღეს ვილაპარაკებთ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაზე. ქართული ოცნების ხელისუფლება სანახაობას არ გვაკლებს, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა საქართველოს შეიძლება შეუქცევადად კარგავდეს თავის რეალურ კონკურენტ უნარიანობას და იმას, რასაც შეიძლება დააფუძნოს გრძელვადიანი, სტაბილურად მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომ აღარაფერი ვთქვათ მოკავშირეებსა და მეგობრებზე, რომლებიც ამ დრომდე უზრუნველყოფდნენ ჩვენს დაცულობას და მტრის პირისპირ მარტო არ გვტოვებდნენ. ვინ იჯერებს, რომ დღეს ამ მასშტაბის გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე იზოლაცია სჯობს საერთაშორისო გადაწყვეტილებების მაგიდასთან ახლოს ყოფნას და იჯერებს თუ არა ამას ბიზნესი. შევეცდებით დღეს ამ ეთერში ამ კითხვასაც გავცეთ პასუხი. ნინო კოჭელამაზაშვილი, მიშა ნამადოვი და ირაკლი ნემსაძე იქნებიან ჩემი სტუმრები. გუშინ გავიგეთ, რომ ევროკავშირმა და ინდოეთმა ისტორიული საბაჭრო შეთანხმება საბოლოოდ გააფორმეს. მოლაპარაკებები ამ თემაზე პერიოდულად თითქმის 2 წლეულის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩვენ მივახციეთ შეთანხმებას, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ყველა შეთანხმების საწყისი, mother of all deals, დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, მას შემდეგ, რაც ნიუ-დელიში ინდოეთის პრემიერს ნარენდრა მოდის შეხვდა. შეთანხმების მიხედვით ევროკავშირის 27 ქვეყანასა და ინდოეთს მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი იმოქმედებს. ინდოეთი და ევროკავშირი ერთად დაახლოებით 2 მილიარდიანი ბაზარია, რომელიც მსოფლიო მთლიანში და პროდუქტის დაახლოებით მეოთხედს ქმნის. რატომ შეიძლება ევროკავშირსა და ინდოეთს შორის ამოქმედებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება საინტერესო იყოს საქართველოსთვის? ამ გადაცემისთვის საინტერესო კუთხით უპასუხა ამ შეკითხვას სოციალურ ქსელში ანალიტიკოსმა ირაკლი ნევაშვილმა. პირველ რიგში ეს ეხება INCTC-ის ქართულ პორტებზე გავლის შესაძლებლობას. ამ დერეფანზე ირანის ჩაბაჰარის პორტი, სომხეთის საქართველოს პორტები, ევროპა, როგორც ინდოეთის ერთ-ერთ პრიორიტეტზე წლებია საუბრობს ინდოეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული 2 ინდური think tank-ი, ORF-ი და IDSA. ახლა ჩვენ და სომხები ხელშეკრულები უნდა ვმუშაობდეთ როგორც ბრიუსელის კაბინეტებში, ისე დელიში. თუმცა როგორ შეიძლება ამ ყველაფერზე სერიოზული საუბარი, როცა ქვეყნის სათავეში ყავს პოლიტიკური პარტია, რომლის ლიდერები, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირს ჩვენი ქვეყნის ლამის მთავარ მტრადს ახავენ. ქართულ ოცნებას განსაკუთრებით უკეთესი ურთიერთობა არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქვს. დაახლოებით 4 დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში ეს დაწერა. თებერვალში ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ორივე ქვეყანას ეწევა, რათა გააძლიეროს ჩვენი სამშვიდობო ძალისხმევა და წინ წასწიოს ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები გააძლიერებს მშვიდობიანი ბირთვული შეთანხმებას სომხეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებში დამზადებული თავდაცვის აღჭურვილობის, ჯავშანჟილეტების, ნავების და ასე შემდეგ აზერბაიჯანში გაკიდვა. სომხეთსა და აზერბაიჯანში JD ვენსის ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. რაც ამ ეტაპზე ვიცით, ის არის, რომ ვენსი 6 თებერვალს მილანში მიემგზავრება, 13 თებერვალს კი მიუნჰენში იქნება. ძალიან მოკლედ მინდა მოვხაზოთ სომხეთთან და აზერბაიჯანთან სტრატეგიული ურთიერთობა გაღრმავების ტაიმლაინი. 2025 წლის 8 აგვისტო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონში იმართება სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, სადაც ცხადდება სატრანსპორტო დერეფნის პროექტი, სახელწოდებით ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, იგივე TRIP-ი. 2026 წლის 13 იანვარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ვაშინგტონში მართავენ შეხვედრას, რასაც შედეგად ერთობლივი ტრამპის მარშრუტის განხორციელების ჩარჩო შეთანხმების გამოქვეყნება მოხდება. 2026 წლის 22 იანვარი დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კულუარებში ილჰამ ალიევი და დონალდ ტრამპი შეხვედრას მართავენ. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ის ფორუმია, რომელზეც უკვე მეორე წელია არც ირაკლი კობახიძეს, არც არავის ქართული ოცნებიდან არ იწვევენ. ქართული ოცნება გულს იმაგრებს და თავის ამომრჩეველს არწმუნებს, რომ რეალურად ამ ფორუმზე ბევრი არაფერი წყდება. ბოლო ასეთ დასამახსოვრებელი კომენტარი
ქართული ოცნების დეპუტატს ლევან მახაშვილს ეკუთვნის, ზუსტ ციტატას წაგიკითხავთ. თითოეული პლატფორმა ჩვენთვის არის რაღაც შედეგის მომტანი, უნდა იყოს შედეგის მომტანი და არა უბრალოდ რომ ამა თუ იმ წითელ ხალიჩაზე გაიაროს ხელმძღვანელმა პირმა ჩვენი ხელისუფლების. ამიტომ მოდი ვიმსჯელოთ შედეგებით და შედეგები არის ძალიან მკაფიო, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში და ევროპაშიც. ამიტომ ყველაფერი ამით მე მგონი ნათელია. დავოსის ეკონომიკური ფორუმი, როგორც ჩანს, არ არის ის ფორუმი, რომლის ფარგლებშიც წყდება საქართველოს ბედიღბალი და უკეთესი მომავალი. შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ. სწორედ ამ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებმა ილჰამ ალიევმა და ვაჰაბ ხაჩატურიანმა განაცხადეს, რომ ტვირთები სომხეთიდან აზერბაიჯანში და უკან, რაც ამჟამად საქართველოს ტერიტორიის გავლით მოძრაობს, მომავალში პირდაპირ ორ ქვეყანას შორის გადაიზიდება. ამჟამად ასეთი ტვირთების მოცულობა ძალიან მცირეა. ლიდერები ასევე საუბრობენ სამომავლო ტვირთების პირდაპირ ბრუნვაზე თურქეთიდან აზერბაიჯანის ნახჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სომხეთსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის. პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა, რომ ახალი დერეფანი საქართველოზე გამავალ დერეფანს დაემატება. 2025 წლის 8 ნოემბერს გამოცემა გეოპოლიტიკასთვის დაწერილ სტატიაში ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატა საბანაძე წერდა, რომ არსებობს რისკი, რომ ტრიპმა კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი საქართველოს მზარდ იზოლაციას. მისი შეფასებით საქართველოს სატრანზიტო უპირატესობა დიდი ხანია დამოკიდებულია სომხეთის იზოლაციასა და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებულ მტრობაზე და ამდენად ამ მოცემულობის შეცვლა ასუსტებს საქართველოს უნიკალურ როლს და შესაძლოა შეზღუდოს მისი როგორც სატრანზიტო და დამაკავშირებელი ჰაბის პოტენციალი. ქვეყანამ შესაძლოა სარგებელი ნახოს ფართო რეგიონული სტაბილიზაციიდან, თუ თბილისი ჩართული იქნება ამ ახალ პროცესებში და არ დარჩება სულ უფრო მეტად იზოლირებულ გარეშე დამკვირვებლად. რუსეთი სავარაუდოდ გამოიყენებს ამ დინამიკას და მმართველ პარტიას ქართულ ოცნებას უფრო ღრმა სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებს შესთავაზებს მათი ხელისუფლებაში დარჩენის უზრუნველსაყოფად. მოსკოვის პერსპექტივიდან ქართულმა ოცნებამ უნდა შეინარჩუნოს კონტროლი, რადგან საქართველოს რუსეთისთვის რეგიონში ბოლო საყრდენია პლატფორმა, რომელიც შესაძლოა მომავალში რეგიონში დაბრუნების საფუძველი გახდეს. ქართული ოცნება, როგორც ჩანს, სწორედ იზოლაციის ტრაექტორიას ირჩევს. ჯეიდი ვენსის სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტის ანონსის ფონზე ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაგვამშვიდა, რომ საერთოდ არ არის პრობლემა, თუ საქართველო ამჯერად ვერ მოხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის რეგიონში ვიზიტის დღის წესრიგის ნაწილი. ჩვენ რამდენადაც ვიცით, ეს ვიზიტი ეძღვნება კონკრეტულად ტრიპის მარშრუტს. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ამ შემთხვევაში ვიზიტის ადრესატი არის სწორედ ორი ქვეყანა. თქვენ იცით, როგორია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტი, ხო? ეს კონტექსტი არის ძალიან მძიმე, ეს კონტექსტი შექმნა ბაიდენის ადმინისტრაციამ. ნახოთ ამ ფონზე როგორ განვითარდება. ბატონო, ნახოთ, ჩვენ მოთხოვნებით ველოდებით, ჩვენ საჯაროდ გვაქვს გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, დაფუძნიდან და კონკრეტული გზამკვლევით ველოდებით, მოთხოვნებით. რამდენად სწორია საგარეო პოლიტიკა ამ მიმართულებით, მხოლოდ საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას ჩამოიკიდოს. საქმიან დილაში ანალიტიკას ამ კითხვას უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა ვანო მაჭავარიანმა უპასუხა. ქართული ოცნების არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა, მესიჯ ბოქსიდან ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ რეალურად ესე ვთქვათ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არის საკმარისი პირობა იმისთვის, რომ საქართველო თან აი ამ გადაწყვეტილებების არც ერთ მაგიდასთან არ ჩანდეს თვალსაჩინოდ, მაგრამ ქვეყანა მაინც შეინარჩუნოს რელევანტურობა ამ კონტექსტში. ამიტომ მინდა რომ უკეთ დავაკონკრეტოთ აი ტრიპის კონტექსტში რას ნიშნავს საქართველოს კონკურენტუნარიანობა. იცით რა არის, მე შეხება მქონდა ზოგადად ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან. მათ შორის ჩემი ელჩობის პერიოდში იაპონიაში 225 მილიონი დოლარის ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობდი მთავრობასთან ერთად 2008-9 წელს და ეს პროექტი განხორციელდა შემოვლითი გზა, რომელიც არის ქუთაისის. მე ვიცი რამდენი რამხელა ტექნიკური სამუშაოა საჭირო და რამხელა პოლიტიკური
ჩართულობა არის საჭირო, მათ შორის იაპონიასთან და მათ შორის ამერიკელების და ევროპელების ხარდაჭერით, რომელიც საშუალება მისცა, რომ სწორედ ეს დაფინანსება მიიღო საქართველოს და უკვე შემდგომში ეს გადაიზარდა სხვა განვითარების ბანკების მიერ დანარჩენი მონაკვეთების განვითარებით. მაგრამ მოდით აი მიწაზე რომ დავიდეთ. თქვენ ალბათ გაგივლიათ, გინდა იქნება ეს ლარსის მიმართულებით, გინდაც იქნება ეს ახალციხის მიმართულებით, როდესაც ელემენტარულად აღმოაჩენთ, რომ ეს არ არის ის ინფრასტრუქტურა, გზების ის ხარისხი, ან მათ შორის ის ტრაილერები, რომლებიც ცუდი ამინდის შემთხვევაში ჩამოწყობილები არიან გზაზე და დღეები, კვირებით განან იმისთვის, რომ რეალურად გაიარონ და ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ფაქტიურად გაუსადლის პირობებში იმის გამო, რომ ეს საცობები არის გზებზე. ეს არ არის ძალიან ბევრი ექსპერტი, ვინ ჩამოსულა სატრანსპორტო, ყოველთვის უთქვა, რომ ეს არ არის ის ეგრეთ წოდებული შუა კორიდორის ინფრასტრუქტურა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს ექვემდებარება და საკმაოდ აძვირებს ამ გადაადგილებას, ემატება კიდე ელემენტარულად მოუხერხებლობა იმისი, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის არის და ფასი თავისთავად მნიშვნელოვანია და ყველაზე მნიშვნელოვანი აქ კიდე არის ის, რომ ნებისმიერი მთავრობის საქმიანობა საერთაშორისო არენაზე გეოპოლიტიკური, პოლიტიკური თუ სხვა თემებთან დაკავშირებით საქართველოსთვის რა თქმა უნდა მთავრდება ეკონომიკური, ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც გამაგრებული არის საქართველოს ურთიერთობებით პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, იმისთვის რომ ინვესტორმა თუ ტვირთის გადამზიდვა იგრძნოს, რომ ეს ქვეყანა არის დაცული და ის არ არის რაღაც გაუგებარ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და არ არის ეგრეთ წოდებული, მოდით პირდაპირ თქვა, სომალია, რომელიც ტვირთის გავლაში კონკრეტულად რაღაც ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა უხადო რაღაცა გაუგებარი თანხები და ამისკენ არ წავიდეს ეს ქვეყანა, იმიტომ რომ ეს საშუა კორიდორი არის საერთაშორისო სატრანზიტო ინფრასტრუქტურის ნაწილი. თუ საქართველოს მის სწორად არ განავითარა, თუ იმ სტანდარტებს არ დაექვემდებარა, თუ არ იქნა სწორად დაალაგებული საერთაშორისო ურთიერთობები როგორც რეგიონის ქვეყნებთან, ასევე ევროკავშირთან, სადაც ტვირთები უნდა წავიდეს, ამერიკის შეერთებულ შტატებმა, რომელმაც ხარი უნდა დაუჭიროს ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენ დავინახავთ უბრალოდ ქვეყანა, რომელიც ჩამორჩა ყველა პროცესს და მათ შორის ერთ-ერთი ამის განსაზღვრელი იქნება, რა თქმა უნდა, ცუდი იმაში არაფერი არ არის, რომ იქნება დამატებითი ალტერნატიული, ესე ვთქვათ, მარშრუტი, რომელსაც არა მარტო სიტყვით, არამედ პოლიტიკურად, ფინანსურად 153 მილიონზე არის საუბარი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ზათ არიან, რომ ამ ალტერნატიული გზის განვითარებაში ჩადონ, ეს ნიშნავს, რომ იქნება სტანდარტები საერთაშორისო და ამას ყოველთვის მოყვება ის ინვესტიციები, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობის შემდეგ იჩენს. მისი პარტნიორი ქვეყნები გააქტიურდება, თურქეთი გააქტიურდება, აზერბაიჯანი, რომელიც ამ მიმართულებით მეტ თანხებს ჩადებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის განვითარების ბანკები მეტწილად თანხებს უკვე ამ მიმართულებით გაუშვებენ და ერთ-ერთი ამის მაგალითი მათ შორის არის ის, რომ იაპონიის ერთ-ერთი მსხვილი კორპორაცია, ჩემი ინფორმაციით, Mitsubishi-ის კორპორაცია, რომელიც აზერბაიჯანში ძალიან აქტიურად არის ჩართული, საინვესტიციო პროექტებში იქნება ეს ინფრასტრუქტურა თუ ნავთობი თუ გაზი, ჩართულია სწორედ მიახლოებით 2 მილიარდ 800 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვით, სწორედ ამ მიმართულებით, ესე ვთქვათ, ინფრასტრუქტურის განვითარებას. და წარმოიდგინეთ, რამხელა რესურსებს კარგავს საქართველოს იმის გამო, რომ დღევანდელმა ხელისუფლებმა ვერ გაარკვია მისი ორიენტაცია, ანუ რა ორიენტაციის არის ეს ხელისუფლება? 3-4 დღის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის სატრანსპორტო დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს მარიამ ქრუვიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის EIDB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ლეა გუტიერეზმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტზე. როგორც აღინიშნა, აზიის განვითარების ბანკის მიერ ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისთვის ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის შემუშავებაზე გამოცხადებულ ტენდერში განსაკუთრებულად მაღალი ინტერესი დაფიქსირდა და ამჟამად მიმდინარეობს საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის პროცესი. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციასა და მოძრავი შემადგენლობის განახლებასთან დაკავშირებულ გეგმებზე. საუბარია 50 ახალი ლოკომოტივის შეძენაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდა
ზრდის, ექსპლუატაციის ეფექტურობას, საიმედოობას, გამტარუნარიანობას და ხელს შეუწყობს სატვირთო გადაზიდვების ზრდას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპასა და აზიას შორის ტვირთების ნაკადი სტაბილურად ზრდის ფონზე შუადერეფანი ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო მარშრუტად იქცევა და საქართველოს გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს ამ დერეფნის გასავითარებლად, მათ შორის ისეთი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებით, როგორც ანეკლიის პორტია. მომავლის გეგმების ფონზე მოდი შევხედოთ რა ხდება ამ დერეფნის ყველაზე განვითარებულ მოდალობაზე საავტომობილო გადაზიდვებზე. ისტორიული დღეა, ისტორიული მოვლენის მომსწრევარ დღეს თითოეული ჩვენგანი დასრულდა საუკუნის პროექტი, რიკოთის პროექტი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ბუნებრივია ჩვენი ქვეყნისთვის. ამოქმედება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რიკოთის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს, ადამიანებს, ეკონომიკურ ცენტრებს და ბუნებრივია ეს ყველაფერი ახალი იმპულსს შეძენს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ეს 2025 წლის 29 დეკემბერია აღმოსავლეთ დასავლეთის მაგისტრალის რიკოთის ჩუმათელეთი ხეების გზაზე დარჩენილი 4 კილომეტრიანი ორზოლიანი გზა გაიხსნა. ეს იყო ბოლო საგზაო მონაკვეთი, რომელიც ექსპლუატაციაში შესული არ იყო. გზის მონაკვეთი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გახსნეს. ხოლო ეს მონაკვეთი 12 კილომეტრამდე 330 მილიონი ლარი დაჯდა. მთლიანობაში რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა მოიცავს 52 კილომეტრ ახალ 4-ზოლიან გზას, 51 გვირაბს და 97 ხიდს. ამ ეტაპზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 48 კილომეტრიანი ახალი გზით, 50 გვირაბით და 91 ხიდით, რაც მგზავრობის მანძილს 8 კილომეტრით ამცირებს და გადაადგილების დროს ანახევრებს. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 2 მილიარდ 600 მილიონი ლარია და ის სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად აზიის განვითარების ბანკის ADB-ის თანადაფინანსებითაც ხორციელდება. ამასობაში TCRC-მ ბოლო სტატისტიკას მოუყარა თავი და გამოჩნდა, რომ საავტომობილო გზებზე სატრანზიტო გადაზიდვები მცირდება. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოს საავტომობილო გზებზე ტრანზიტად მოძრავი სატვირთო ავტოტრანსპორტის რაოდენობა 2022 წელს 2021-თან შედარებით გაორმაგდა. მოკლევადიანი სარგებელი სახელმწიფო ბიუჯეტმა მაშინ მენახა. სახელმწიფომ გზით სარგებლობის საფასურის არსებული გადასახადი 200 ლარიდან 350 ლარამდე 75%-ით გაზარდა. ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, მაშინ ტვირთბრუნვის მომენტუმის თუნდაც 5-7%-იან ზრდაზე შენარჩუნება რეალისტური იყო. რიცხვები აჩვენებს, რომ 2023-2025 წლებში საქართველოს დერეფნის სატრანზიტო მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტის ტრანზიტული გადაზიდვების 5%-იანი შემცირების ტენდენცია შეინიშნება. ADB-ია კიდევ ერთი პროექტის თანადამფინანსებელი ქვეშეთი კობის პროექტის, რომელიც საერთო ღირებულება 1,240 მილიონი ლარია. TCRC-ის ანალიზით საქართველოს ზანგეზურისა და სულგაითი-იალმას მონაკვეთების საშუალებით რუსეთში გამავალი სომხეთის ტვირთების მნიშვნელოვანი ნაწილის აზერბაიჯანის სატრანსპორტო დერეფნებით გადართვის საფრთხის წინაშე დადგება. ამასთან საქართველოს შეიძლება დარჩეს დაუტვირთავი საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი ქვეშეთი კობის მონაკვეთი, რომლის სასესხო ვალდებულება 1,240 მილიონი ლარი მთლიანად საქართველოს გასასტუმრებელი შეიძლება გახდეს. ისევ TCRC-ის თუ დავეყრდნობით 2025 წელს საქართველომ 17,600,000 ტონა ტვირთი გაატარა. სასტარტო სანქციების ამოქმედების 2022 წელთან შედარებით, როცა საქართველოს გავლით ტრანზიტმა 18 მილიონ ტონას გადააჭარბა, ეს 6%-იანი შემცირება. 2025 წელს 700,000 ტონითაა შემცირებული სარკინიგზო და 200,000 ტონით საავტომობილო სატრანზიტო გადაზიდვები. ჯამში ეს 900,000 ტონაა, რაც TCRC-ის შეფასებით დერეფნის საქართველოს მონაკვეთისთვის მნიშვნელოვან შემცირებას წარმოადგენს. ამ რიცხვების ფონზე, სანამ JD Vance სამხრეთ კავკასიაში საქართველოს გამოკლებით ვიზიტს გეგმავს, ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიაში საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის შესახებ მოსმენისთვის ემზადებიან. ბიზნესის ხმას დავუთმობთ დღევანდელ ეთერს. მიშა ნამადოვი, ირაკლი ნემსაძე და ნინო კოჭლამაზაშვილი გაანალიზებენ დღეს არსებულ სურათს. მოგესალმებით სამივეს და ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ირაკლი, თქვენგან დავიწყებ თუ შეიძლება საუბარს და მინდა რომ 2025 წელი შევაჯამოთ, ესე ვთქვათ, ამ სექტორისთვის, რას ასახავს რიცხვები, სტატისტიკა. ეს სტატისტიკაც მათ შორის საკმაოდ საკამათოა
ხოლმე, ანუ ხან ითვლიან თლიან კორიდორში, ესე ვთქვათ, ტვირთბრუნვას, რაც მზარდია, ხან ითვლიან უშუალოდ საქართველოზე გამავალ ტვირთებს, რაც კლების ტენდენციას აჩვენებს და ასე შემდეგ. მაგრამ თქვენ, როგორც ესე ვთქვათ, ბიზნესების წარმომადგენელს ამ შემთხვევაში გეკითხებით, აი სტატისტიკა რამდენად სწორად ასახავს იმ სურათს, რაც არის დღეს სექტორში და როგორი იყო კონკრეტულად 2025 წელი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ სტუმრებსა და მაყურებლებს. მადლობა ამ საკითხისადმი ინტერესისთვის. მადლობა თქვენ. სტატისტიკა მოგეხსენებათ არა მხოლოდ ციფრებია, არამედ გამოსახავს რეალობასაც. გეთანხმებით, რომ მისი ინტერპრეტირება შეიძლება სხვადასხვაგვარად, მაგრამ ჩვენ ბიზნესის წარმომადგენლები ამ ციფრებს საკუთარ ტყავზე, ასე ვთქვათ, გამოვცდით, ამიტომ ძირითადად ჩვენი შეფასება არის მსგავსი ამ სტატისტიკისა, რაც ასახავს, რომ ბოლო 2 წელი არა მხოლოდ მიმდინარე წელი, გასული წელი, არამედ წინა წელიც ეს იყო სტაგნაციისა და მცირედი კლების წელი და აი როცა 2024-ში ეს შედეგები დაფიქსირდა, მაშინვე ჩვენ ასე ვთქვათ აღვნიშნეთ, რომ სტაგნაციაც და ზრდის არარსებობაც უკვე საგანგაშო ნიშანია, ნიშნავს იმას, რომ თვითმფლობელები და დაინტერესებული სუბიექტები უკვე ეძებენ ალტერნატიულ გზებს. ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები, ამაზე ჩვენ სხვადასხვა გადაცემაში ვისაუბრია, თუ დრო და საშუალება მოგვეცემა კიდევ ვისაუბრებთ და ჩვენთვის ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქვეყანას აქვს გაცხადებული სტრატეგია, რომ შუა დერეფნის მნიშვნელოვან რგოლად ყოფნა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში შედის, ეს არა მხოლოდ ეკონომიკური ინტერესია, არამედ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც უკიდურესად მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ გზას, რომლითაც ყველა სარგებლობს, როგორც წესი, არავინ ბომბავს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიქცეთ შუა დერეფნის მნიშვნელოვან რგოლად და ბოლო წლების სტატისტიკა სწორედ იმ შემაშფოთებელ ნიშნებს, ასე ვთქვათ, გვაძლევს, რომ აქ ყველაფერი რიგზე არ არის. ირაკლი, აი პრაქტიკაში რაიმე კონკრეტულ მაგალითზე შეგიძლიათ რომ უფრო თვალსაჩინოდ აგვიხსნათ, ესე ვთქვათ, აი სად არის ეს ძირითადი ბარიერები თუ გამოწვევები, ეგრეთ წოდებული bottleneck-ები და რა უჯდება, ანუ ასეთი ბარიერები საბოლოო ჯამში ბიზნესს? კი ბატონო, ძირითადად ინფრასტრუქტურულ და ასე ვთქვათ, საბაჟო გამშვებ პროცედურებს აღვნიშნავ. ესე ვთქვათ, ეს არის, მთავარი არტერია იწყება ან პორტებით, საქართველოს პორტებით დასავლეთის მხრიდან, ან თურქეთ-საქართველოს გამშვები პუნქტებით. თურქეთ-საქართველოს გამშვებ პუნქტებზე ესეთი მდგომარეობა გვაქვს, რომელიც სურვილს ტოვებს, რომ გაუმჯობესდეს გამტარუნ რაიონების თვალსაზრისით. პორტების მიმართულებით მოგეხსენებათ, მდგომარეობა მსგავსი არის, ფოთის პორტი გაფართოება საჭიროებს უკვე კარგა ხანია, ანაკლიზე ღრმაწლოვანი პორტის სტატუსი და ბედი საერთოდ გაუგებარია. რაც შეეხება ჩრდილოეთის მიმართულებით, კობი გუდაურის მონაკვეთი და ზემო ლარსის მიმართულებით ჩვენი ესე ვთქვათ, გამტარი ზონა ფაქტიურად მთელი წლის განმავლობაში ნახევარი, ანუ 6 თვიანი პერიოდი ესე როგორც კრიზისული, ზამთრის პერიოდში კლიმატური პირობების გამო, ხოლო ზაფხულის პერიოდში ტურისტული ნაკადების გამო ძალიან მძიმე გზად ითვლება და ხშირ შემთხვევაში მძღოლები, გადამზიდებები, ტვირთმფლობელები, ან უკიდურესი ასე ვთქვათ, მძიმე პირობების გამო, დიდი დანახარჯების გამო გადიან ამ გზას, ან თავს არიდებენ საერთოდ. ამის შემდეგ შუა დერეფანს თუ დაუკავშირებთ, ეხლა ბუნებრივია მხოლოდ საქართველო არ არის მისი ნაწილი, მთავარი შემდეგი საცობი ასე ვთქვათ დაბრკოლება, ეს არის აზერბაიჯანის პორტი, რომლის გამტარუნარიანობაც, რომელშიც მოლოდინის პერიოდი საკმაოდ მაღალია, იქაც ნაწილობრივ კლიმატური პირობების გამო, ნაწილობრივ ბიუროკრატიული ასე ვთქვათ დაბრკოლებების გამოც და საერთოდ ჯამში შუა დერეფნის მიმართულება რჩება ყველაზე ძვირ მიმართულებად სხვა ალტერნატივებთან შედარებით. მადლობა, ირაკლი, მოგიბრუნდებით ცოტა ხანში. მიშა, აი ეს მოლოდინი, რომ თქვათ 2022 წლის შემდეგ ზრდის ტემპი რაც აჩვენა ამ შუა დერეფანმა, შესაძლებელი იყო, რომ შენარჩუნებულიყო. ეს მხოლოდ საექსპერტო წრეების, ესე ვთქვათ, მოლოდინები და პროგნოზები იყო, თუ ბიზნესაც ვთქვათ, ეს განცდა გქონდათ, რომ რეალურად შესაძლებელი არის ამ მორთული ტვირთების, ესე ვთქვათ, დაჭერა და უკეთეს უფრო მზარდ ბიზნესად ქცევა. მოდით ლოგიკურად მივყვეთ საკითხს, გეოგრაფიას ვერ ვცვლით და ვიცით, საკმაოდ რთული გეოგრაფიული ზონა გვაქვს, მულტიმოდალური არის მათ შუა დერეფანი და სანქციებმა და ომმა სამწუხაროდ მოიტანა ეს შედეგი, რაც არის. ამიტომ პირადად ჩემი მოსაზრება იყო, რომ ეს მუდმივად იგივე ტემპით და შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა, ასე ვთქვათ,
მოგრძალებული კონსერვატიული პროგნოზებით შესაძლებელი იყო, რა თქმა უნდა, შეგვენარჩუნებინა. თუმცა აქ საკმაოდ მარტივია სათქმელად, თუმცა გასაკეთებლად საკმაოდ რთულია ვხედავთ რიკოთის მონაკვეთი რამდენი წელი შენდებოდა მაგალითისთვის და ისევ ირაკლიმაც ახსენა ალიატის სპორტის პრობლემა გვაქვს ბაქოში, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენ შეიძლება გავზარდოთ წარმადობა ორჯერ, სამჯერ გამტარუნარიანობა, მაგრამ თუ არ გაატარეს ჩვენმა მეზობლებმა, ფუჭია ეს ყველაფერი. თუმცა ჯამში აქამდე თუ მაგალითად ავიღოთ მულტინაციონალურ კომპანიებს, რომელთაც ჰაბები ჰქონდათ დაუშვათ ბალტიისპირეთში, ბელორუსიაში, რუსეთშიც თუნდაც და იქიდან ნაწილდებოდა შუა აზია და თუნდაც სამხრეთ კავკასია, ამ ომმა შეცვალა რეალობა და ისინი უკვე მინი ჰაბებზე გადადიან და ასე ვთქვათ კლასტერებს ხდიან რეგიონალურს. დაუშვათ საქართველოსაც აქვს რაღაც მიმართულებით ამ კუთხით პრივილეგიები, სტამბულზე მოხდა გადამისამართება, ბაქოც ნელ-ნელა რა თქმა უნდა იზრდება როგორც ლოგისტიკური ცენტრი, თუმცა საკმაოდ შორს არის მაინც, ამიტომ ამიერკავკასიას თუ შევადარებთ, ყველაზე კაი პერსპექტივები მიუხედავად ამ გზისა, რომელიც ესეთი შემავსებელი იქნება, არ უყურებ როგორც კონკურენტულ მიმართულებით, ტრიპს ვიგულისხმობ. დიახ, პირიქით რაღაც მიმართულებებით მოხდება განტვირთვა მოძრაობის და ამ ტრანზიტული ნაკადების ესე ვთქვათ სწორედ გატარების, რაც ესე ვთქვათ ფუნქციონალურად სწორი არის, იმიტომ რომ უსასრულოდ ვერ იქნებოდა ომი სომხეთს და აზერბაიჯანს შორის, რა თქმა უნდა, გზავს დადებდნენ და რა თქმა უნდა მათი საზღვრები გაიხსნებოდა. ამიტომ ჩემპიონატი მოსაზრება რომ შეგვიძლია აწი დღევანდელი სურათიდან, შარშანდელი ესე ვთქვათ, X-იდან დავიწყოთ ზრდის რაღაც პროგნოზირება და მან გამოჩნდება როგორც ბიზნესის, ასევე მთავრობის მოქმედებები. კი, აი ამ ფონზე ნინო, რა შეიძლება დავასახელოთ დღეს როგორც ყველაზე სუსტი რგოლი, ან ყველაზე დიდი ბარიერი, რაც ხელს უშლის, ასე ვთქვათ, ამ დერეფნის, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას და საქართველოს როლის, ასე ვთქვათ, მკაფიოდ წარმოჩენას ამ და შემავსებელ თუ კონკურენტ, ასე ვთქვათ, გაჩნიათ თქვენ როგორ უყურებთ, ესეც საინტერესოა მარშრუტებთან მიმართებით. თქვენ სწორად აღნიშნეთ, აი 2022 წლიდან დაიწყეთ დასაწყისში, რომ ზრდა გვიჩვენა 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, როდესაც მარშრუტი გადმოვიდა ძირითადი სატრანზიტო საქართველოზე, ხო, იყო 47-48% ზრდა გქონდა უცებ 2023 წელს უკვე. 2023 წელთან შედარებით ვხედავთ 4.5%-იან ვარდნას სტაგნაციას, ასე ვთქვათ და ეს მთლიანობაში ესეთ საშიშ და საფრთხეს სურათს არ გვაძლევს, ხო, რომ შევადაროთ 2021 წელი და 2025 წელი. საერთო ჯამში მაინც ვინარჩუნებთ, ну, წინა წლებთან შედარებით ზრდას. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ომი დასრულებადი არის და უკვე დაიწყეს ალტერნატიული გზების ძიება იმ სატრანსპორტო თუ იმპორტიორმა, ექსპორტიორმა კომპანიებმა, რასაც ვხედავთ კიდევაც. ხო და ეს უკვე კონკურენცია ამ გადმოსახედიდან, ამ მარშრუტების არსებობა თუ უფრო შესაძლებლობა, ვთქვათ, როგორც კონკურენცია არა, მოდი პოზიტიურად შევხედოთ, შესაძლებლობა არის, იმიტომ რომ კი ბატონო, საქართველოს ნამდვილად აქვს იმის რესურსი, რომ გამოიყენოს თავისი მდებარეობა და ნუ შესაბამისად განვავითაროთ ის ძლიერი, ის კოზირი რაც გვაქვს, ასე ვთქვათ, იქნება ეს პორტი თუ სახმელეთო გზა, რაც ნამდვილად სასომხეთს და აზერბაიჯანს შავ ზღვას გულისხმობ. წვდომა რაც გვაქვს ჩვენ. ირაკლი, ისევ თქვენთან წამოვალ შემდეგი კითხვით, ანუ პოზიტიურად შევხედოთ და მხოლოდ ესე ვთქვათ პოზიტიურად შეხედვა საკმარისი არის თუ არა ამ შემთხვევაში და იმ გეოპოლიტიკური გადალაგებების პროცესს, რასაც ვაკვირდებით, ვთქვათ, JD Vance-ის ვიზიტი ახლა სამხრეთ კავკასიაში, სომხეთშიც, აზერბაიჯანშიც, აი საქართველო უნდა იყოს, უნდა იჯდეს თუ არა ამ გლობალურ გადაწყვეტილებების მაგიდასთან, ან მაქსიმალურად ახლოს მაინც უნდა იყოს თუ არა ამ გლობალური გადაწყვეტილებების მაგიდასთან და სჭირდება თუ არა ძალისხმევა იმას, რომ საქართველოს კონკურენტუნარიანობა შენარჩუნდეს თუ მისი გეოგრაფიული მდებარეობა ამას, ასე ვთქვათ, პირდაპირ განსაზღვრავს და აქ დიდი ძალისხმევა საჭირო შეიძლება არც იყოს. ზე პასუხი მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, საქართველოს უნდა იყოს ამ პროცესების აქტიური მონაწილე, უნდა იყოს ამ პროცესებთან მაქსიმალურად ახლოს და მიიღოს უნდა მაქსიმალური დივიდენდები ამ პროცესებისგან. რაც შეეხება საკითხს, რომ ერთმნიშვნელოვნად დადებითად უარყოფითად, როგორც ყოველ მედალს ამ საკითხსაც ორი მხარე აქვს, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი.
უარყოფითი გულისხმობთ იმას, რომ საქართველოს რეალურად დაკარგავს ტვირთების რაღაც ნაწილს, რა პროცესი მიმდინარეობს ახლა, მიმდინარეობს ჩვენ სამეზობლოში ერთ დროს მტრული სახელმწიფოების დაახლოება, ეს არა მხოლოდ აზერბაიჯანი და სომხეთია, თურქეთიც აქვე მოიაზრება. შესაბამისად ეს აჩენს ახალ შესაძლებლობას მაგალითად სომხეთისთვის, რომ თუ აქამდე საქართველოს იყო ერთადერთი სატრანზიტო, ასე ვთქვათ, ველი მისთვის, ეხლა უკვე აზერბაიჯანის გავლით დაუკავშირდეს ჩრდილოეთს, ხოლო თურქეთის გავლით დაუკავშირდეს, ასე ვთქვათ, სამხრეთს, ეს ბუნებრივია რაღაც ტვირთებს უახლოეს მომავალშიც დაგვაკარგინებს. გრძელვადიან პერსპექტივაში რჩება რისკები, მაგრამ ასე დრამატულად არ აღვიქვამდი ამ საკითხს, იმიტომ რომ საქართველოს მაინც დარჩება, ასე ვთქვათ, დომინანტ მიმართულებად და თუ ჩვენ სწორად, ასე ვთქვათ, წარმართავთ ჩვენს სატარიფო ღონისძიებებს, ჩვენს პოლიტიკას სამეზობლოში, ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ჩვენ მაინც თავარი, ასე ვთქვათ, გასასვლელი ზონა ვიქნებით, ხოლო ეს კორიდორი დარჩება, როგორც ბატონო მიხეილ მოგზანა, შემავსებელ დერეფნად, რაც თავის მხრივ ცუდი არ არის, იმიტომ რომ ამან შეიძლება გლობალური მოთამაშეები მეტად დააინტერესოს და გადმოიზიდოს, გადმოიბიროს, ასე ვთქვათ, შუა დერეფნის მიმართულებაზე, რამაც საერთო ჯამში პოზიტიური როლი შეიძლება შეასრულოს, მაგრამ თუ ჩვენ ეფექტურად ვერ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს, ბუნებრივია, მხოლოდ დავზარალდებით. რაც შეეხება სამეზობლოში არსებული სტაბილური პოლიტიკური თუ სამხედრო, ამითი ნებისმიერი ქვეყანა, ნებისმიერი მოქალაქე ადამიანურადაც, ასე ვთქვათ, მხოლოდ დაინტერესებული უნდა იყოს და მხოლოდ სიკეთეს უნდა ხედავდეს აქედან. ხოლო რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ ინტერესებს, ეს დიდწილად ჩვენსავე ქმედებებზე იქნება დამოკიდებული. სტრატეგიის თუ არა, ვთქვათ, სამოქმედო გეგმის განახლების რაღაც საჭიროებას თუ ხედავთ ამ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან და ვთქვათ, თუ ხართ ჩართულები ამ პროცესში, ვთქვათ, ამ საკითხებთან მიმართებით, თუ იმართება შეხვედრები, ვთქვათ, ხელისუფლებასთან, თუ განიხილავთ აი ამ გამოწვევებს, მსჯელობთ, ვთქვათ, იმ საკითხებთან მიმართებით, თუ რა, როგორ შეიძლება გადაწყდეს დღეს აი ეს სამუშაო პროცესი თუ არსებობს ქვეყნის შიგნით. სტრატეგიული ხედვის გადახედვა რა თქმა უნდა საჭიროა, იმიტომ რომ ეს არსებითად ახალი მოცემულობაა. აქამდე საქართველოს შუა დერეფნის განვითარებას და მის ადგილს შუა დერეფაში განიხილავდა როგორც ექსკლუზიურ პირობას საქართველოს აპრიორი მონაწილეობის პირობებში. თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე და მე ვფიქრობ, რომ ნაკლებად იყო გათვალისწინებული შესაძლებლობა და ამაზე ბევრი ახლა სულ ცოტა ხნის წინ ვერც იფიქრებდა, რომ აი ეს დერეფანი, ასე ვთქვათ, პრინციპის დერეფანი აქტიური გახდებოდა. ჯერ კიდევ ვინ იცის, იქ უამრავი, ასე ვთქვათ, X ფაქტორია და რითი დასრულდება საერთოდ ეს პროცესი, მაგრამ უკვე თამამად შეიძლება სტრატეგიის აღგება იმის დაშვებით, რომ უახლოეს წლებში ეს დერეფანი გაიმართება და იქცევა სრულფასოვან ალტერნატივად თუ არა საქართველოს დერეფნისა, რაღაც მცირე, ესე ვთქვათ, კონკურენტად. ამიტომ ჩვენი ეხლანდელი სტრატეგია უნდა გულისხმობდეს როგორც ამ დერეფნის კონკურენციას, ასევე მასთან თანამშრომლობის პირობებს. და ამის მიხედვით უნდა ავაგოთ ჩვენი მომავალი სამოქმედო. მიმდინარეობს თუ არა აქტიური შეხვედრები, მსჯელობა ამ საკითხზე, სამწუხაროდ სახელმწიფოსა და სექტორს შორის ყოველ შემთხვევაში ხა ჩვენი საავტომობილო გადაზიდვის მიმართულებით ამ წუთას ესეთი პროცესები აქტიურად არ მიმდინარეობს. წინა წლებში გაცილებით უფრო აქტიური იყო ეს პროცესები, მსჯელობა გაცილებით მეტი იყო და ეს კონვერტირებული ნაკლებად იქცა ქმედებაში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა აცნობიერებს ამ საკითხის მნიშვნელობას და უახლოეს მომავალში ალბათ მსგავსი პროცესი რა თქმა უნდა ჩაეშვება და წარიმართება. ურმესი მადლობა შეჯამებისთვის დაგიბრუნდებით ცოტა ხანში. მიშა, ნინო, თქვენთან მექნება, ესე ვთქვათ, შემდეგი კითხვა 2026 წელთან დაკავშირებით, რა მოლოდინები გაქვთ და აი რა არის ის, ვთქვათ, რამდენიმე საკითხი, რასაც სიამოვნებით დააყენებდით დღის წესრიგში სახელმწიფოს წინაშე, რომ არის აი უცებ ან გადასაწყვეტი, ან ვთქვათ, დღის წესრიგში, ესე ვთქვათ, ფოკუსში მოსაქცევი. მიშა და მე რენინოსთან გადავიდე. პირველ რიგში მოსაქცევის საავტომობილო გადაზიდვებია ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და აქ ირაკლიც იყო აქტიურად ჩართული, რომ ყაზახეთში შეგვექნა პრობლემები და შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებთან უშუალო კომუნიკაცია საჭირო, რომ ბიუროკრატიული პროცესები და პირველ რიგში ესეთ-ერთი ყველაზე მარტივი საკითხი სანებართო სისტემის ესე ვთქვათ დახვეწა და უფრო გამარტივება, შემდეგი ეტაპი იქნებოდა ინსენტივების შექმნა, რომ დარგი გამსხვილებულიყო და წასულიყო უფრო განვითარებისკენ
რათა თუ საქართველოში იქნება ინფრასტრუქტურა და ეს არ არის მხოლოდ პორტი, ეს არის ლოგისტიკური ცენტრები, ეს არის ძლიერი სატრანსპორტო კომპანიები, რომელთაც შეუძლიათ მუდმივი სისტემური ხარისხიანი სერვისის მიწოდება პარტნიორებისთვის, რაზეც მიჩვეულნი არიან დაუშვათ ევროპელები. ისინი არ არიან მიჩვეულები ფრაგმენტულ ბაზარს და მუდმივ რეკადებას, ასე ვთქვათ, ჩაკეტილ გზებს, ამინდობის გამო, თუ რიგების გამო ვიჭერს ამის ახსნა მათთვის. ან ამაზე გვაქვს სამუშაო და საფიქრალი როგორ შეიძლება დარგში ინცენტივები მოხდეს, რომ როგორც ადგილობრივები, ასევე შესაძლებელი საერთაშორისო კომპანიებს უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოში ლოგისტიკური დარგის განვითარების თვალსაზრისით. ამას ვისურვებდით. ჯამურად 26 ერთ-ერთი კაი პოზიტიური წელი იქნება ჩვენი ჯგუფისთვის და მაგ სიახლეებით მომავალში უკვე შეგეხმიანებთ. კი ბატონო, დიდი მადლობა, ამასვე გისურვებთ. მე ინცენტივებთან დაკავშირებით დავეზუსტებდი, ანუ რა ტიპის ინცენტივებს საჭიროებს, ვთქვათ, ეს სექტორი სახელმწიფოსგან. პირველ რიგში ალბათ იქნებოდა საინტერესო საგადასახადო კუთხით, მეორე კუთხე იქნებოდა საინტერესო დაფიქრება იმაზე, როგორ შეიძლება ქვეყანაში მოხდეს განახლება, ესე ვთქვათ, სატრანსპორტო საშუალებების, საკუთარ ძმილი ფუფუნებაა და ვიცით, რომ საქართველოში ფულის ღირებულება საკმაოდ მაღალი არის. არ არის დასამალი, თუნდაც ლიზინგით თუ საბანკო სესხი წავიდეთ, ასევე საკმაოდ ფრაგმენტული სიტუაცია ქმნის ძნელად საპროგნოზო სიტუაციას. ამიტომ როცა ინვესტორი გრძელვადიანად უყურებ 6-7 წლის ფარგლებში, საკმაოდ გირთულდება, რომ ამონაგების, ესე ვთქვათ, სისწორე განსაზღვრო კოლეგები დამეთანხმებიან ალბათ. და აი ამ თვალსაზრისით იქნებოდა საინტერესო და, რა თქმა უნდა, საინტერესო მოედნების შექმნით, გარდა იმისა, რომ პორტი გაცხადებულია, თუმცა როგორც ირაკლიმ თქვა, არ ვიცი ჯერჯერობით რა სიტუაცია იქნება, მაგის შემდგომი ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. შესაძლებელი იქნებოდა ლოტებით თუ პარკების შექმნით, რაც მოხდებოდა თვითების გადამუშავება და ამით ჩვენ უფრო საინტერესონი ვიქნებოდით, იმიტომ ტრანზიტით შეიძლება შენ გაჯობოს რომელიღაცა არტერიამ, თუმცა შენ თუ ინფრასტრუქტურა გაგაჩნია, რომ დაასაწყობო გადამუშავოს თვითები აპრიორი შენსკენ წამოვა. კი და აქ მოთხოვნა არსებობს და არაერთხელ გაგვიშუქებია ჩვენ სხვადასხვა კვლევაში ჩანს რეალურად ეს მოთხოვნა. ნინო 2026 წლის მოლოდინები როგორი? აი მიშას დავეთანხმები და დავამატებ ერთ ასეთ პრობლემას, რაც ყველა სატრანსპორტო კომპანია ვაწყდებით, ეს არის უამინდობის დროს უსაშუალო რიგები გარკვეულ საზღვრებზე, რაც ვერ მოგვარდა წლებია, 14 წელია რაც ამ სფეროში ვარ და ერთი წამოთოვა და ხდება უკვე 2-3 კვირა ხდება ჩაკეტვა ხო ამ საზღვრების და ჩვენ სფეროში დრო ფულია. პირდაპირ უკავშირდებით სამწუხაროდ და უნდა მოხდეს, არ ვიცი, ვისაც ეხება, რომელ უწყებასაც ეხება, რაღაცნაირად უნდა მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება, რომ მოხდეს გზების სწრაფად გაწმენდა, ასე ვთქვათ, რომ ეს უსაშუალო რიგები არ იყოს და შემდეგ უკვე თვითღირებულება იქნება, თუ ტრანსპორტირების ღირებულება ხდება გაზრდა, ხო? ასევე, დერეფნების დამატება, გამშვებ დერეფნებში ზოლებს გულისხმობ, რომ დავამატოთ და არ იყოს 2-3 გამტარი ზოლი მაგალითად ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით და მეტი ჩართულობა კერძო სექტორთან დიალოგი სახელმწიფოს ორგანოების მხრიდან. არის პატარ-პატარა, კი, ნამდვილად ბოლო წლები, ნამდვილად, რა ვიცი, მე პირადად არ მქონია არანაირი შეხვედრა. ადრე იყო ხოლმე უფრო 4-5 წლის წინ დაახლოებით, ხშირად იყო. უნდა მოусმინონ კერძო სექტორს, არის პატარ-პატარა პრობლემები, რომლის აღმოფხვრაც ძალიან მარტივად შეიძლება. ხო, ეს უნდა მოხდეს მათი მხრიდან ჩვენ სამწუხაროდ არ მიგვიწევდა ამაზე ხელი. ირაკლი, თქვენგანაც მოვისმენ რა არის 2026 წლის მოლოდინი, ესე ვთქვათ. მოდით, რადგან წელს მაინც ვიწყებთ, მინდა პოზიტიურ ნოტაზე და ესე ოპტიმისტურად დავიწყოთ, თუმცა ობიექტური პარამეტრები ცოტა შეშფოთების საფუძველს გვაძლევს. ეს ჩვენი ოპტიმიზმი რომ გამართლდეს, უბრალოდ გულხელდაკრეფილი არ უნდა ვიყოთ და ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ჩემს წინა გამოსვლებმა კარგად აღნიშნეს, განსაკუთრებით ბატონმა მიხეილმა სწორად აღნიშნა, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ უბრალოდ შარა გზა, რომელიც ტრანზიტულად თვირთებს გაატარებს, არამედ მაქსიმალურად შემხებლობა უნდა გქონდეს ამ თვირთებთან, მათი მიღების, დამუშავების, გადატვირთვის შემდგომი განაწილების თვალსაზრისით. ამით სარგებელიც მეტი იქნება და მნიშვნელობაც მეტი იქნება ჩვენი ლოჯისტიკური, ესე ვთქვათ, შესაძლებლობისა და ტერიტორიისა. აქვე აღნიშნეთ დავამატებდი ჩამოთვლილ მცირე საკითხებს, რომ
ძალიან მნიშვნელოვანია სატარიფო ღონისძიებები და ვისურვებდი რომ სახელმწიფო გარდა იმისა ხა მოგეხსენებათ მუშაობენ ბაზარზე არსებული სამოხმარებლო პროდუქციის ფასების შემცირებაზე, მაგრამ აქვე უცნაური არის როგორ ნახტომისებურად იზრდება სახელმწიფო სერვისების საფასურები, თუნდაც იმ მიმართულებით, რომელიც უკავშირდება ტრანზიტების გატარებას. აი მაგალითად წელს ფიტოსერტიფიკატის და ფიტოდამუშავების პროცედურის საფასური გაემგზავრდა 8-10 ჯერ დაახლოებით. წინა წლებშიც იყო ესეთი ჩვენთვის გაუგებარი ცოტა ზრდა სხვადასხვა სერვისებისა, რომელიც შეიძლება თქვათ, რომ ეხლა დრამატულად არ ცვლის გრძელ მარშრუტზე სურათს, მაგრამ ზოგადად სიგნალებია, რომელსაც შესაბამისად აღიქვამს ბიზნესი. ამიტომ ჩემი სურვილი იქნება, რომ მეტი კომუნიკაცია იყოს სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის, რათა ჩვენ მაცნობოთ ის სატკივარი, ის მცირე პრობლემები, რომლებიც სწორად აღნიშნა ნინო, რომ შეიძლება მარტივად აღმოიფხვრას ხშირ შემთხვევაში და რომელიც ძალიან ეფექტურად და პოზიტიურად წაადგება მთლიან დიდ პროცესს, რომელიც მთლიანად ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ ამ ერთი დარგისთვის. ორმესი მადლობა თითოეულ თქვენგან ძალიან საინტერესო საუბრისთვის, შეჯამებისთვის, ასე ვთქვათ, ორ-ორი წუთი დავიტოვე თითოეული თქვენგანისთვის, 2 წუთს რო გულისხმობ, მართლა 2 წუთს გულისხმობ, ტაიმერს ჩაგირთავთ და მინდა გთხოვოთ, რომ ამ 2 წუთში ჩაეტიოთ მთელი ჩვენი საუბრის განმავლობაში, ასე ვთქვათ, ჩვენი ტიტრი იყო, რომ როგორ შევინარჩუნოთ სატრანზიტო მომენტუმი ბიზნესის ხმა, ესე დავარქვით, ესე ვთქვათ, ჩვენს საუბარს დღეს და მინდა რომ ამაზე დიდწილად კი გავეცით უკვე პასუხი, მაგრამ მინდა ცოტა უფრო დიდ სურათში დავინახოთ, ესე ვთქვათ, საქართველოს როლი და ამ 2 წუთს ზუსტად ამისთვის მოგცემთ, როგორ არის შესაძლებელი, რომ ეს მომენტუმი შევინარჩუნოთ და საქართველოს, ესე ვთქვათ, სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ფუნქცია და როლი, რომელიც ძალიან ბევრი ათეული წლის წინ განუსაზღვრა საკუთარ თავს, რომ ის არის სატრანზიტო ქვეყანა და დღეს მას შესაძლებლობა აქვს არა მხოლოდ გამტარი იყოს, თქვენც აღნიშნეთ არაერთხელ, არამედ ადგილზე მეტი დამატებული ღირებულებაც შექმნას და მართლა სტაბილურად, მდგრადად გაზარდოს ეკონომიკა. მიშა, თქვენ ჩაგირთავთ 2 წუთს და ასე ვთქვათ, შევაჯამოთ. პირად ჩვენი ჩვენმა ჯგუფმა აიღო ფოკუსი შუადერეფნის განვითარებაზე. თითქმის ყველა მსხვილ ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი, ერთადერთი უზბეკეთი დავჭერ, რომელსაც უმიზნებთ წელს უკვე. დავჭერთ საქართველოში განვითარება ლოგისტიკური ცენტრების, შარშან დავასრულეთ უკვე 20,000 კვადრატი ქონდა ექსპლუატაციაში, წელს უკვე გვექნება 50,000 კვადრატი A-კლასის შენობები შეყვანილი ექსპლუატაციაში, ასევე ფლოტს ვამატებთ. აქტიურად ვანვითარებთ ჩვენ სატრანსპორტო საშუალებებს, უკვე ვამატებთ ევროპის მიმართულებაზე და ჯამურად ვგონია, რომ ჩვენ წელს შევიდართ ამ მიმართულებით. რაც შეეხება სურათს საკმაოდ პოზიტიურად შეგვიძლია შევხედოთ, მიუხედავად გამოწვევების, სულ იყო რაც დავიბადე 99-დან მახსოვს ეს და ეს ესე იქნება და турбуленცია არის ჩვენი მუდმივობა და ესე ვთქვათ სტაბილური გარემო არის ეგ. ამიტომ ჩვენ ვაფიქრებთ რომ ამ მიმართულებით უფრო აქტიურები ვიყოთ და მეტი ვიმოქმედოთ. დანარჩენი შესაძლებლობები და გარემოება მოგცემს ის პატივით. მადლობა. ჩაეტიეთ დროში. თან კარგად. ნინო, შევაჯამოთ. შევაჯამოთ. ძალიან პოზიტიური ადამიანი ვარ, დავიწყებ აქედან და ბიზნესაც ასე ვუყურებ, იმიტომ რომ თუ ნეგატიურზე იქნები ორიენტირებული, ჯერა რომ ახდება და მოხდება კიდევაც. ამიტომ თუ ხედავთ რაღაც გარკვეულ საფრთხეებს და გვაქვს დრო, უნდა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს დრო და რაღაც გამოწვევად შევხედოთ და დავხვდეთ მზად. როგორც ქვეყანა, ისე ჩემს კომპანიაზე შემიძლია ვთქვა იგივე. ჩემი კომპანია მაქსიმალურად ჩვენ ვართ ფორვარდინგს ვახორციელებთ, ანუ საკუთარი ავტოტრანსპორტი არ გვყავს, მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული, რომ გავზარდოთ ჩვენი აგენტების და პარტნიორების რიცხვი საზღვარგარეთ, ჩრდილოეთ კორეის გარდა ალბათ ყველგან მიგვიწევდა უკვე ხელი და შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს ალტერნატიული როგორც გზები, ასევე გადაზიდვის საშუალებები. რაც შეეხება იმ რისკს და გამოწვევას, რაც ეს იქნება სანგეზურის ტელეფონი თუ სხვა ტელეფონები, უნდა დავხვდეთ ქვეყანა მზად და ამისთვის ვფიქრობ, რომ გვაქვს საკმაოდ დიდი დრო, რომელსაც გამოვიყენებთ საფრანგეთად. დიდი მადლობა. ირაკლი, შევაჯამოთ, ესე ვთქვათ,
ჩვენი დღევანდელი საუბარი, როგორ შევინარჩუნოთ სატრანზიტო მომენტუმი და ცოტა მინდა რომ გთხოვოთ, რომ ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ არის თუ არა დღეს, ვთქვათ, ქვეყნის იზოლაციის დრო, მაშინ როდესაც, ესე ვთქვათ, ყველაფერი არის გლობალურად ერთმანეთთან დაკავშირებული და აქცენტები კეთდება, როგორც ესე ვთქვათ, ჩვენი ტრადიციული, ესე ვთქვათ, სტრატეგიული პარტნიორების გააქტიურებით, პირდაპირ ვთქვათ, სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე თვითონ უფრო ფართოდ რომ ავიღოთ შავი ზღვის რეგიონის მასშტაბითაც დაკავშირებადობას ამ ბიზნეს კავშირებს ძალიან სერიოზული ყურადღება ენიჭება. უნებრივია დღეს ყველა ვხედავთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ უდიდესი გეოპოლიტიკური ძვრების სამყაროში, რადიკალურად იცვლება ძალიან ბევრი რამ და ჩვენი დამოკიდებულება უნდა იყოს და ჩვენი სტრატეგია უნდა იყოს ამ გეოპოლიტიკური ცვლილებების მიხედვით მათში სწორი ორიენტირება და სწორი, ესე ვთქვათ, გეგმის დასაყვა, რაც პირველ რიგში გულისხმობს ალბათ მულტივექტორულ მიმართულებას, ანუ ჩვენ არ შეიძლება ერთ რომელიმე მიმართულებაზე ვიყოთ, ასე ვთქვათ, ჩამოკიდებული. ქვეყანაც გეოგრაფიულად ისე მდებარეობს, რომ ეს მულტიმოდალურობა ფაქტიურად ბედისწერასავით არის და ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო გვაქვს. და ეს როგორც გამოწვევა, ასევე შესაძლებლობაც არის და ამის პოზიტიურად გამოყენება შეიძლება. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოს გახდეს და დარჩეს მომავალშიც გრძელვადიან პერსპექტივაში შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლად, ზოგადად რო ჩავუყოლოთ, ეს არის ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება და შესაბამითი დაიაფება ამ პროცესების ინფრასტრუქტურული დაბრკოლებების მაქსიმალურად აღმოფხვრა, რათა ჩვენი დერეფანი ასე ვთქვათ დროში მისაღები იყოს პირგადაზიდვებისთვის და პოლიტიკური წესრიგის შექმნა იმდაგვარად, რომ ჩვენ გქონდეს პოზიტიური პოლიტიკური პროცესები იმ მხარეებთან, იმ ქვეყნებთან, რომლებიც პოტენციურად შეიძლება ჩართული იყვნენ ამ გადაზიდვაში. მე ვერ გავბედავ და ჩემს წინამორბედთა პოზიტიურ ოპტიმისტურ ესე ვთქვათ განწყობას ვერ გავაუფარულებ, მიუხედავად იმისა, რომ სათქმელად მარტივია, შესასრულებლად ეს ამოცანები საკმაოდ რთულია, მაგრამ ჩვენ სფეროში მოღვაწე ადამიანებს და ჩვენი თაობის ადამიანებს სირთულეები არც გვიკვირს და არც გვაშინებს. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ყველანი ერთად გადავლახავთ ამ დაბრკოლებებს და გაისაბროთ და შემაჯამებელი შეხვედრა გვექნება ალბათ და მსგავსი ტიპის გადაცემა, უკეთესი რეზულტატებით წარუდგებით ერთმანეთის წინაშე, ვიდრე ეს იყო გასულ წელს. კი ბატონო, უღრმესი მადლობა სამივეს გადაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის. მიშა ნამადოვი, ირაკლი ნემცაძე, ნინო კოჭლამაზაშვილი იყვნენ ჩემი სტუმრები დღეს. მადლობა მათ საინტერესო აქცენტებისთვის. მადლობა თქვენ რომ გვიყურებთ. შევხვდებით ერთმანეთს უკვე პარასკევს დილიდან დროებით.